მოკლედ, გამარჯობათ მეგობრებო. რატომ გავუშვეს კოცებმა დასავლეთში, ევროკავშირში და ევროპასთან სალაპარაკოთ გახარია, ხომ შეეძლოთ აქვე დაეკავებინათ. იმიტომ რომ გახარი არის ოპოზიციური იმიჯის მქონე ლიდერი, რომელიც კოცებს გამოეყო, მაგრამ ის ისევე განვიხილოთ გახარიას ბექგრაუნდი, ის რუსეთში შემდგარი კაცი, მისი კარიერა იქაა რუსეთში აქ გაკეთებული, აქედან გამომდინარე მენტალურად და შეგნებულადაც ის რუსულ ორბიტაზე მოძრავი პოლიტიკოსია. რატომ გაუშვეს ის 2021 წელს ოპოზიციაში, ხედავდნენ კოცები, რომ ისე მიდიოდა საქმე, რომ საჭირო გახდებოდა რაღაც ცვლილებები და ამისთვის გეგმავე იყო გახარია. უახლოეს პერიოდში არ გამორიცხული, რომ გახარია დააბრუნოს პრემიერად ბიძინამ და რატომ? რას მოიგებს ამით? ესე იგი გახარია როგორც ზემოთ აღნიშნე არის რუსეთისთვის მისაღები კაცი, ხოლო დასავლეთისთვის იქნება მისაღები იმ მხრივ, რომ ოპოზიციონერია და ბიზნეს ეყოლება კოალიციური მთავრობა და რუსეთს ეტყვის აგერძმაო თქვენი კანდიდატი, აგერ ოპოზიციურად შენიღბული კაცია, ხოლო დასავლეთს ეტყვის აგერძმაო ოპოზიციური მთავრობა მყავს, ოპოზიციური პრემიერი მყავს. აქედან გამომდინარე, ბიზნესა დაიხურავს თავზე კუც და ყველასთან, ასე რომ ვთქვათ, ესწრება რომ მართალი იყოს, გარდა ხალხისა და ქვეყნის მომავალისა. აბა თქვენც კარგად გრძნობოდეთ.